ხალხის თავში ჩამახედა უბრალოდ რა აქვთ ნეირონების ადგილს ვინც უკრაინას ადანაშაულებს ამ ომის დაწყებაში თუ დაუმთავრებლობაში თუ რა მნიშვნელობა აქვს რაშიც კი ხალხი საერთოდ არ იხედებით რა მოხდა წარსულში რა ხდება დღეს და რა მოხდა შუაში 5 წლის უკან და საიდან დაიწყო ეს ომი სად როდის დაიწყო 2014 წელს რას მოყვა ეს ომი და რისთვის იყო ეს ომი დაწყებული და რა იყო უკრაინა მანამდე რუსეთისთვის უკრაინული საზოგადოება როგორ ფიქრობდა რუსეთზე და რა ცვლილებები მოხდა ომის დაწყების შემდეგ ეს თუ არ დაინახე და არ გაანალიზე ისე უკრაინის ომის მიზეზს ვერასოდეს ვერ მივხვდები და სულ იქნები გაუგებრობაში და ჭორის დონეზე დაიწყება ზელენსკი არ ამთავრებს ებრაელების ჩამოსახლება უნდა კიევის განადგურება უკრაინის განადგურება უკრაინელი ხალხის დახოცვა პუტინთან ერთად და თავისი რა ვიცი პირადი სულელური რაღაც მიზნებს იგონებენ და ამის აღთენა უკრაინას ომი დაიწყო 2014 წელს უпростоრად ომი დაიწყო 2005 წელს უკრაინაში როდესაც რევოლუცია მოხდა პუტინი ორგანულად ვერ იტანს რევოლუციით მოსულ მთავრობას პრეზიდენტი იქნება პრემიერი თუ არა მნიშვნელობა როგორც დღეს პაშინიანს ვერ იტანს რას უკეთებს პაშინიანი რუსეთს არა ისიც ყოველ შემთხვევაში აქამდე არაფერს არ უკეთებდა ცუდს პირიქით რუსეთმა მიატოვა შუა ომში და დაიკიდა ფეხებზე აზერბაიჯანის წინაშე და არ დაეხმარა, როდესაც ვალდებულება ქონდა აღებული, რომ სასოფლო დახმარებოდა. თუ ვინმე დაესწრებოდა თავს. მაგრამ რატო? პაშინიანის ადგილზე რო ყოფილიყო, რა ვიცი, მე ცურუკიანი თუ რა გვარის სომხეთის პრეზიდენტი თუ პრემიერი დარწმუნებული ვარ. უეჭველი დაეხმარებოდა. იმიტომ რომ ის იყო პუტინის თვალში მოსული როგორც ხალხის რჩეული კი არა, აი კლანურად არჩეული ადამიანი. პუტინი ასეთ ადამიანებს ედებს ფსონს. ის ვერ იტანს რევოლუციურად მოსულ ადამიანებს. ის ვერ იტანს მოსახლეობის რჩეულ ხალხს, ვერ იტანს. ორგანულად ეზიზღება, რადგან მას აქვს შიში, რომ ასეთი ადამიანების მიღწევამ შეიძლება რუსეთშიც გააჩინოს ამის სურვილი და აი ეს არის მაგათი ომი ჩვენს მიმართ, დასავლეთის მიმართ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიმართ, სადაც დემოკრატია. აი ეს არის მისი შიში, თორე საქართველოს რატო აღარ ერჩის? რატო არ ერჩოდა შევარდნაძის პერიოდში? იმიტომ არ ერჩოდა, რომ საქართველოში ყველაფერი მოგვარებული იყო შევარდნაძის დროს იყო და კი იცით რაც ხდებოდა ახლა არის და კი იცით რაც ხდება ადამიანები თითო და ორისა და ერთი ადამიანი მართავს ყველაფერს ხოლო 2008 წლის ომი რისთვის დაიწყო პირველ რიგში დაიწყო იმის გამო რომ ისიც რევოლუციურად იყო რევოლუციით იყო მოსული სააკაშვილი და ის ვერ იტანდა ამას ის არ ვიცი მე ის ვერ იტანს ასეთ ხალხს და ვერ აიტანს ვერასოდეს, იმიტომ რომ ისაა დიქტატორი და ის ცემს პატივს დიქტატორებს და წადიქტატორო ავტოკრატებს და ასეთ ადამიანებს. და რატომ მოხდა ეს ყველაფერი? უკრაინის ომი რით დაიწყო? 2005 წელს, როდესაც რევოლუცია მოხდა. და მოვიდა იუშენკო. იქიდან დაწყებული პუტინს და უკრაინას შორის დაიძაბა სიტუაცია. თქვენ არ ვიცით გახსოვთ თუ არა? მე მახსოვს რომ უკრაინა იმაზეც კი იყო თანახმა რომ ყირიმს და რუსეთს შორის ხიდი აეშენებიათ. თქვენ გახსოვთ ასეთი პროექტი? პუტინი და იუშენკო განიხილავდა ამას, იყო დრო. და მე სანამდე მივიდნენ. დღეს ერთმანეთს ყიდავენ და თან ვინ ყიდავს რუსეთი კლავს მის ბრჭყალებში ვითომ და უმცროს ძმას. აქედან დაიწყო ეს ომი. მერე მოყვა დაძაბულობა იყო, მერე იანუკოვიჩი ჩაანაცვლა. იანუკოვიჩი რუსეთის კაცი იყო, დამშვით და ცოტათი პუტინი, რომ ახლა მაინც უკრაინა ჩემ ხელშია, გადაწყვეტილებას მიიღებს როგორც მე მინდა. და იანუკოვიჩიც
როგორ ვთქვა, ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან პუტინის თვალში იყო უკრაინის რუსეთიდან წასვლა. არა და არაფერი საერთო არ ქონდა ამასთან. იანუკოვიჩიც მზად იყო ამ ხელშეკრულების მოსაწერად და მახსოვს რომ ჩასულიც იყო იქ, უნდა მოეწოდა ბოლო წუთს თქვა უარი. და ეს იყო პუტინის უდიდესი დანაშაული. იმიტომ რომ მას რომ მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულება რო დაედო ევროკავშირთან, არაფერი ამით არ შეიცვლებოდა რუსეთისთვის. უკრაინაში როგორც იყვნენ იმ პერიოდში 70% რუსეთისკენ რო ვთქვათ უხეშად მერუსეთე მოსახლეობა, ასე იყო. 75% ნატოს წინააღმდეგი იყო 2014 წლამდე უკრაინაში. და 70% თვლიდა პუტინს ყველაზე მაგარ პოლიტიკოსად მსოფლიოში. და ასეთ ქვეყანას დაუწყო ომი. წარმოგიდგენიათ? ეს უკრაინელი საზოგადოების ბრალიცაა ამ ომის დაწყება და საიდან გეტყვით. როდესაც გაუჩენ შენ მტერს იმის შეგრძნებას, რომ შენ მოხვალ და ის მოვადა, შენ მას დახვდები პურმარილით, ან დიდი სიმპათიებით ხარ გაწყობილი, ის უეჭველი მოვა. ის უფრო იოლად მოვა, შეიძლება ისედაც მოვიდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო იოლად მოვა, რადგან მას გონია, რომ შენ მას დახვდები პურით და მარილით და ყვავილებით. და ზუსტად ამ შეგრძნებამ გაუჩინა პუტინს ომის დაწყების სურვილი, თორე უკრაინაში მას რო დაენახა, რომ უკრაინაში არავინ ყვავილებით მას არ დახვდებოდა, ის ამხელაობს არ წამოიწყებდა, არ არსებობს ამის ვარიანტი. შეიძლება მომხდარიყო დონბასის ამბავი, მომხდარიყო ყირიმი, მაგრამ დიდი და ამხელა ინტერვენციაზე ის არ წავიდოდა. ეს მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი მან იცოდა. რუსული ფესვი ვარ ისთვის მუშაობს, იცოდა უკრაინელი ხალხის გამოკითხვების პასუხები და რა ხდებოდა და როგორი შეხედულება ჰქონდათ რუსეთზე და წავიდა იმ იმედით, რომ უკრაინელები დახვდებოდნენ დიდ ძმას ხელგაშლილი და აბა რა ნაცისტები, ებრაელი, ზელენსკი მოვიშორა. მაგრამ 2014 წელს რო დავიწყოთ იქიდან იანუკოვიჩის მოშორებით, რომელმაც უკრაინული კონსტიტუცია გაყიდა და გადმოსაგდები იყო და გადმოაგდეს და პუტინს დღემდე გონია, რომ იქ ამერიკელებმა გადმოაგდეს და იმგენმა deep state-მა და არა და გადმოაგდო მისმა ხალხმა, რადგან უკრაინაში არც ერთ პრეზიდენტი არ ყოფილა ერთის გარდა ორჯერ პრეზიდენტი. უკრაინელი ხალხი არ ღებულობს და არ ეგუება ავტორიტარიზმს და მისკენ მიმავალ ადამიანებს. შემოვიდა და ჯერ ყირიმის ოკუპაცია მოახდინა ვიღაც ვითომ მწვანე ადამიანებით, ჯერ იძახო და არაო და მე აღიარა კი ჩემი ხალხი იყო და მე დონბასში რაც მოხდა ყველა ვიცი. და რა გააკეთა ამით ის გააკეთა რომ უკრაინა გადაინტერესდა, მაგრამ ამითაც მთლიანი უკრაინა არ გადაუმტერებია. თქვენ თუ გახსოვთ 2019 წელს ზელენსკი რა იდეებით მოდიოდა, რომ მე ზელენსკის წინააღმდეგ ვიყავ, ვიძახო და რუსეთთან შეიძლება მოლაპარაკება, რუსებთან შეიძლება საუბარი, შეიძლება მე მოვდივარ ომის დასამთავრებლად, მე მოვდივარ ადამიანების ხოცვის გასაჩერებლად და რუსეთსაც გაუჩნდა იმედი, რომ მოდის ადამიანი, რომელიც ჩვენსკენ იქნება, პატარა ბიძინა ივანიშვილი. ასეთი ლოზუნგებით მოვიდა ზელენსკი. წარმოიდგინეთ. და ასეთ ლოზუნგებს 2019 წელს უკრაინულ ხალხმა ხარი დაუჭირა. 2014 წლის ომის მიუხედავად. არ ისინი არ იყვნენ ჩვენზე უკეთეს დღეში, რაც ჩვენ გვჭირს დღეს და ბევრს რუსეთისკენ რო იწევს მიუხედავად 2008 წლის ომისა. ზუსტად იგივე მდგომარეობაში იყო უკრაინა 2019 წელს. ზელენსკის დაუჭირეს ხალი, რომელიც იძახოდა, რომ რუსეთთან უნდა გადავდგათ ნაბიჯები და სეკეთე და ომის დამთავრება და ის კეთილი მეზობელია და ძალიან ისეთ სიტყვებს არ იშურებდა რუსებისთვის, იმიტომ რომ იქ მოღვაწეობდა, იცნობდა ელიტაში გაჩითული იყო, იცნობდა გავლენები, ვისაც აქვს იმ ხალხს და ეგონა, რომ მოაგვარება. და რუსეთმა როგორ გადაუხადა პატივისცემა. ჯერ ხო
ზელენსკის არ უყურებდნენ როგორც ადამიანს და როგორც პრეზიდენტს და მათთვის ეს იყო ვიღაც ჯამბაზი. და მეორე რო ჩავიდნენ მოსალაპარაკებლად და ხელის მოსაწერად, პირდაპირ ზელენსკი მოარი უთხრა იმის გამო, რომ პირდაპირ რუსეთი ოფიციალურად როგორ თქვა, უკრაინას უნდა მიეცა თანხმობა ოფიციალურად დონბასის, ლუგანსკის და ყირიმის რეგიონების ყირიმზე არც იყო საუბარი, დონბასკის და ლუგანსკზე ოკუპაციის. ისინი შემოვიდოდნენ უკრაინაში, დაბრუნდებოდნენ, მაგრამ უკრაინაში დაბრუნდნენ როგორც რუსული ტერიტორიები. და მათ გარეშე უკრაინა ვერაფერს ვერ გადაწყვეტავდა, ვერანაირ გადაწყვეტლებას ვერ მიიღებდა და ყველაფრის დაბლოკვის და უარის თქვის უფლება რჩებოდა და ყირიმზე საუბარისას ყირიმი წაღებული იყო და უნდა წაეღო და ამაზეც ხელი უნდა მოეწოდა. და თქვა უარი. არ ვიცი ახლა მე ზელენსკი თვითონ თქვა უარი თუ უკრაინულმა სახელმწიფომ მოღვაწეებმა მოილაპარაკეს და უთხრეს რომ ამას ხელის მოწერა არ შეიძლება, არ ვიცი, მაგრამ ასე გამოვიდა, თქვა უარი. რა გააკეთა პუტინი? ასეთი ხალხი, რომელიც 2019 წელს, რომელმაც 2019 წელს ზელენსკი მოიყვანეს და იყვნენ უმრავლესობა რუსეთისკენ, იყვნენ მაინც 2022 წელს შეუვარდა და ხოცვა დაუწოდა ბუჩა მოუწო. თქვენ გესმით ხალხო რა მოხდა? ასეთ ერს, რომელიც რუსებს თuliდნენ თავის უფროს ძმებად და პუტინს თuliდნენ საუკეთესო პოლიტიკოსად და ხმამისეს 2019 წელს ზელენსკის იმის გამო რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა დაელაგებია პუტინი შეუვარდა და მიყვა პირწმინდა თუ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო თუ ჯარი იყო თუ ვინ იყო არ აქვს მშვიდობა დაიწყო ხალხის ხოცვა და დაიწყო ამხელა ომი ევროპაში რომელიც არ ყოფილა 1945 წელს და მოშალა მთელი საერთაშორისო სამართალი და მთელი საერთაშორისო კანონმდებლობა და ყველაფერი თუ რამე იყო დედაუტირა ყველაფერს. და ასეთ ადამიანზე გამოდიხართ. ასეთ ქვეყანას გამოდიხართ და იძახით რომ ომის დაწყება არის უკრაინის ბრალი. ხო, უკრაინის ბრალი არის ქვემოთ რაც თქვი, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას არ ქონდა სწორი დანახვის უნარი იყო დრო უკრაინაში, რომ ვინ იყო რუსეთის სინამდვილეში და ეგონათ მისი მეგობარი. და წინააღმდეგი იყვნენ ნატოსიც და რავი ინტეგრაციის დასავლეთში და ყველაფრის რუსეთთან იყო პირველი პრიორიტეტი იყო რუსებთან ურთიერთობა. და ზუსტად ამან შეაცდინა პუტინი და ამან დაღუპა უკრაინელი ხალხი. ზუსტად ამის გამო შეიჭრა რომ მათ მისცეს პუტინს იმის შეგრძნების უნარი რომ მოდი და ყვავილებით დაგვდებით. არ მოხდა ეს და გმირულად იბრძვიან დღემდე. მაგრამ ამ შეგრძნების მიცემა არ შეიძლება რუსებისთვის, არ ჩვენთან, არ შეიძლება დამღუპველია. როგორც კი ის იფიქრებს, რომ საქართველოში მე მოყვარვარ და ყვავილებით დაგვდებიან, ის შემოვა. ისედაც შეიძლება შემოვიდეს, მაგრამ ასე უფრო იოლად შემოვა. ბოდიში და წაჩოქებით და ერთი ადგილის მიცემით უფრო იოლად შემოვა. და უფრო мотиваცია ექნება, რომ ომი დაგიწყოს. ის იფიქრებს, რომ შევალ და არც არავინ იბრძოლებს. ყველა ჩემსკენ გადმოვა ისედაც. ამაში საქმე და ამაში განსხვავება. და დაფიქრდით ამაზე. ვინაა დამნაშავე, ვინაა უდანაშაული. მოძალადეს არ უნდა მიცე არასოდეს იმის мотиваცია, რომ ის მოვა და შენ დახვდები ხელებ დაშვებული. იმისი არ იყოს მოკლეკავით რატო გაიარაო, გააღიზიანო. მოკლეკავით უნდა გაიარო, მაგრამ თავი უნდა დაიცვა. და არ უნდა მისცე მოკლეკავით გავლის დროს ვინმეს იმის წარმოდგენა, რომ შენ მას მიუშვებ მიიყვან და მას არაფერი დაემართება, რადგან შენ მოკლეკავა გაწვია. თუ ის ძალადობას ჩაიდენს. მას დინგში რომ მოხდება და ეს წინასწარ ეწოდინება, ის არანაირად არ მოვა. არც მოკლეკავიანთან, არც გრძელკავიანთან. კარგად ბრძანდებათ.